მიქარი ტალახი არ გვაშინებს არაფერი, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ვართ დღეს წარმოდგენილი Subaru Outback-ით 2014 წლიანი, მისი ძრავის მოცულობა არის 2 და 5 ცხენი ძალები 180. მოკლედ, ბლოკირო გაკევიცით რომ აქვს სასწაულ მდგომარეობაში ზოგადად Subaru-ს და ძალიან მაგრად დადის. ეხლა ჩვენ ისეთ ადგილას ამოვედით ზაფხულის საბურავებით, რომ პირდაპირ გაოცებული ვარ და არ მეჯერა რომ ამოდიოდა ისე რომ არც კი დაბუქსაებულა მანქანა. ეს არის ჩემი მეგობრის, რომელიც ფაქტიურად ჩამოყვანილი ყავს იმისათვის, რომ ეს მანქანა გაყიდოს. ამ მანქანის ფასი არის $7,400 განუბაჟებელი. მე ვფიქრობ, რომ მეგობრებო, ამ ფასში ეს მანქანა იდეალური არის. მისი მონაცემები რომ ვთქვათ, ესე იგი, სალონიდან დაწყებული არაჩვეულებრივი არის, ყველაფერი არის სუფთა. ფაქტიურად ამ მანქანის დაზიანება იყო მხოლოდ აი ეს ნაწილი, დანარჩენი ყველაფერს აი როგორც არის ეხლა ამ წუთას ამ მდგომარეობაში, აი ესეთი ჩამოვიდა ზუსტად. მისი პრობლემა ფაქტიურად არაფერი არ არის და არაფერს არ წარმოადგენს. ამ წლოვანებისათვის რაც კი შეიძლება ამ მოდელს გააჩნდეს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს, ლუკიდან დაწყებული, კამერები, სავალი ნაწილის, ასე ვთქვათ, ზოლების, სტარტოპი, MSG კაროკას რო ვეძახით საჭიდან სიჩქარების გადართვა, ესეც კი აქვს, ტყავის სალონი. რო ვისაუბროთ ამ მანქანის მინუსებზე, ფაქტიურად ჩემთვის ეგ იქნება ძალიან რთული, იქედან გამომდინარე, რომ დადებითის მეც ამ მანქანაში ვერაფერს ვერ ვხედავ, არაჩვეულებრივი არის მართლა. გინდათ საოჯახოთ, გინდათ მთაში წასასვლელად, ტვირთისთვის, მისი სავალი ნაწილები არის ერთ-ერთი გამძლე, რა თქმა უნდა. მე მყავდა რამოდენიმე წლის წინ ზუსტად ეს მოდელი, თეთრი ფერი მარგალიტი არის ეს, უпростоრად, სადაც ვიყავი რაჭაში წასული, ისეთ გზებზე არა, ისეთ ადგილებში არა, დაკიდებულში. აბსოლუტურად ესე იგი არანაირი პრობლემა არ შექმნია მანქანას და არა იდეალურად. მოკლედ მეგობრებო, ეს მანქანა არის ისეთი, რომ გამოგადგებათ ყველას, აბსოლუტურად ყველაფრისთვის. რაც შეეხება ეხლა მოდი ვისაუბროთ ვიზუალზე ამ მანქანის რა. ბევრი ადამიანი შეიძლება ამ მანქანის ვიზუალი არც ისე მის გემოვნებაში ჯდებოდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არის ძალიან კარგი მისი ფორმებიდან გამომდინარე, არის რაღაცნაირად მამაკაცური. ჩვენ ეხლა რომ მოვდიოდით ტრასაზე, მაინტერესებდა მისი მანევრი, იქიდან გამომდინარე რომ მას საკმაოდ მაღალი დაკიდების სისტემა აქვს, მანევრი მაინც არის იდეალური. მისი სიარულიდან გამომდინარე, ამ მანქანას მე პირადად დაუწერდი 10 ქულიდან 10 ქულას, იმიტომ რომ ტრასაზე კარგად დგას, უგზოობაში მაგრად დადის. მეტი ამ მანქანის მოვალეობა სხვა პრინციპში რა არის? ჩემი აზრით, ეს მანქანა ამ ფასში $7,400 განუბაჟებელი არის იდეალური ფასი და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გიორგის აი ამ მოცემულ ნომერზე. არაჩვეულებრივი მანქანა, კიდევ ერთხელ ვიტყვი და ამ სიტყვით. რაღაცა მინუსი თქვი? ბიჭო, რა თქვა მინუსი? ამდედა მოთხოვს, არაფერი მინუსი არა აქვს და რა მინუსი ვილაპარაკო მითხარი, ძმობას გაფიცებ. აი რა თქვა მინუსი? არაფერი მინუსი არა აქვს, ძმობა, მანქანა არის ყველანაირად მაგარი. რა მინუსი უნდა ვთქვა? აი მეგობრებო, აი უბრალოდ მითხარით რა. არანაირი მინუსი ამ მანქანას არა აქვს, ძმაო. გამავლობა გინდა, ძრავი გინდა, კარობკა, სიჩქარების გადასართავი კოლოფი, მე არ მახსენდება უბრალოდ რომ ვინმეს ეთქვას ან დაეწეროს რომ პრობლემა ჰქონდა და გაფუჭდა. ძრავი იდეალური, გამძლე, 300 და 400,000-იანები ყავთ ბიჭებს ჩამოყვანილი, რა ქვია, კილომეტრი როა გარბენი წარმოიდგინე და ძრავი მაინც მუშაობს. აი რა მინუსზე უნდა ვილაპარაკო? ტალახი გინდა, ის გინდა, რა ქვია, წყალი გინდა, ხონდა ვეღარ გავიგე რა მინუსი. ერთი მინუსი აქვს, ძმაო, ისიც აკუმულატორზე. მორჩა, აი არის ამის მინუსი, ძმაო, მეტი სხვა მინუსი ამ მანქანას არ აქვს. ეხლა ჩავიხედოთ ძრავში. აი ეს მანქანა ესეთი სუფთა ჩამოვიდა ამერიკიდან და წარმოიდგინეთ ამერიკაში მას ყავდა ერთი პატრონი და რომელიც ფაქტი არის რომ უვლიდა ამ მანქანას საკმაოდ კარგად. შვენიერი არის, აბსოლუტურად სუფთა არის, 2 და 5 ძრავი, 180 ცხენის ძალა, დაახლოებით 300 ნიუტონი აქვს. მონაცემები არის იდეალური. ასევე არის ამ მოდელის 3D6-ები, რომელსაც აქვს 256 ცხენის ძალა. ის ჩემთვის პირადად არის კიდე აბსოლუტურად სხვა სამყარო და მე ვაპირებ, რა თქმა უნდა, ამ მოდელის შეძენას და ყველა ვარიანტში მინდა 6 ცილინდრიანი 3 და 6, იმიტომ რომ მაინც მისი ძალა აბსოლუტურად სხვა არის და განსხვავებული არის. დაახლოებით არის 80 ცხენში სხვაობა და 80 ცხენი ცოტა არ არის. აი ძრავის სისინებს, აი აბსოლუტურად საათებით მუშაობს რა, არანაირი პრობლემა რო არ აქვს რა. ძალიან მაგარი მანქანა არის. სხვადასხვა ერთ-ერთი საუკეთესო ძრავი ეს 2 და 5 გამძლეობით. მისი წვა ქალაქში დაახლოებით არის 13 ლიტრი, ტრასაზე წვავს 7-8 litrს. რავია, ამ ხელა მანქანა 4 და 4-ზე ქალაქში 13 ლიტრი, მე ვფიქრობ რომ არის იდეალური წვა და მით უმეტეს უკვე ტრასაზე 7-8 ლიტრი არაფერი არ არის. მაგარი არის ძალიან რა. ვერაფერს ვერ დაუწუდებ პირადად ამ მანქანას რა. მხოლოდ დადებითი.
მეტი არაფრის ხმა არ შემიძლია. რა შეეხება სალონს? მოდი ახლა ვისაუბროთ 1-2 სიტყვით სალონზე. სალონი ახლა რო გითხრათ რომ რაღაც სასწაული ხვდება აქ და რაღაცას განსაკუთრებულს გვეუბნებოდეს, ესე იგი Subaru Outback-ი ესეთი არაფერი, მაგრამ ნორმალური არის რა. მე რასაც ასე ვთქვათ, აქ შევცვლიდი ამ სალონში ეს არის ის, რომ აი აქ ვხედავთ სულ არის ხეში ჩასმული ეს კანტები, ყველგან მით უმეტეს კიდე ტყავი არის ყავისფერი. აი აქ ამ ყველაფერს გავაკეთებდი ამ ყავისფერში და იქნებოდა უკეთესი. სხვა დანარჩენი, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ნორმალური არის. ერთი მინუსი, რაც კი შეიძლება მე ამ კონკრეტულად ამ მანქანაზე ახლა ვისაუბრო და პრინციპში ზოგადად Subaru-ს სავარძლების ტყავზე. არ არის ის ხარისხი, რა ხარისხიც, ასე ვთქვათ, აი ამ მანქანას ნამდვილად ეკუთვნის. ყველაფერი არის იმდენად იდეალური, გამძლეც, ვიზუალიც ნორმალური აქვს. რომ რა ვიცი მე ვფიქრობ რომ უკეთესი ხარისხის ტყავს ასე ვთქვათ დავაყენებდი რა რაღაცნაირად აი ხელს რომ მოკიდებ თითქოს რაღაც დერმატინი არის თუმცა მე პირადად ეს პრობლემას არ მithმის არანაირად იქიდან გამომდინარე რომ ეს მანქანა რასაც უნდა აკეთებს და რისთვისაც უნდა გამოიყენო ყველაფერში არის საუკეთესო მიჭირს ძალიან ამ მანქანის რამე მინუსები საუბრო იქიდან გამომდინარე რომ მინუსი ფაქტიურად არ აქვს მისი ბიუჯეტიდან გამომდინარე რა თქმა უნდა და ესეც არის ჩემი აზრი იქიდან გამომდინარე რომ მე ყოველთვის Subaru-ზე ვსაუბრობ კარგს, არ გეგონოთ, რადგან მე მყავს Subaru, მიტომ ამბობ ამ ყველაფერს. არა, ეგ არის ფაქტი, რომ არის Subaru ძალიან მაგარი მანქანა და ფაქტი არის ჯიუტი ვერცად ვერ გავექცევით. სანამდე ვინმე რამეს ცუდს და ნეგატიურს დამიწერთ, მანამდე იცოდეთ ერთი რამ, რომ მე მყავდა დაახლოებით 40 მანქანა ჩემი პირადი მანქანები 40 მანქანა ყავს გამოცვლილი. აქედან დაახლოებით 15-16 იყო Subaru. ფაქტიურად ყველა მოდელი მყავს გამოცვლილი და 100 თუ ისეა Subaru-სთან დაკავშირებით თითქმის ყველაფერი ვიცი მისი მინუსები, ვიცი მისი პლუსები და მინუსები და პლუსები არის დაახლოებით ალბათ 95-5%-ზე. ეგ არის. მაგრამ საუკეთესო ამ მანქანებში Subaru-ებში მე რაც მყოლია, მყავდა Legacy-ები, მყავდა Outback-ები, მყავს ახლა Subaru Levorgi, მყავდა Forester-ი ასევე, ფაქტიურად ყველა მოდელი მყავს გამოცვლილი და ერთ-ერთი საუკეთესო არის ზუსტად ეს მოდელი. 2013-2014 წლის Subaru Outback. შვენიერი მანქანა არის. შედარებაც რო გავაკეთოთ, მყავდა ესე იგი Montero Sport-ი Mitsubishi, მყავდა Toyota Surf-ი, იაპონური, ესე იგი მისი ამერიკული ვერსია არის Forerunner-ი, ყველამ ვიცით. ასევე მყავდა Range Rover 2, რომელიც იყო იდეალური მანქანა და ძალიან მაგრად დადიოდა, მაგრამ ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს მანქანა მაინც კონკრეტულად ეს მანქანა მაინც არის რაღაცა განსხვავებული რა და არაფერში არ ჩამორჩება იმ დიდ ჯიპებს, რა ჯიპებიც ახლა მე ჩამოვთვალე. ყველანაირად აბსოლუტურად არის გამართული, გამძლე მისი ძრავიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე ასევე რომ არის 4-4-ზე, წვაც აქვს საკმაოდ ცოტა. ასე რომ მე გირჩევთ ამ მანქანას. ვისაც გიყვართ Subaru, შეიძინეთ. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის მე ყველა მანქანის ფაქტიურად საბარგულს გაჩვენებთ ხოლმე და გამონაკლისი არც ეს არ იქნება და აუცილებლად ჩაგახედებთ შიგნით, საკმაოდ დიდი ფართი არის. თავისთავად ესე იგი ეს სავარძლებიც გადადის და ნუ აქ 2-3 ადამიანი ჩვეულებრივად დაეტევა. ხედავთ თუ რამდენად დიდი ფართი აქვს ამ მანქანას. აი მისი პატრონი ესე იგი როგორულის ამ წუთას გიორგი და ასევე ფაქტი არის რომ ამერიკელი მეპატრონე პირველი ვინც ყავდა, მასაც იდეალურად ასე ვთქვათ აქვს ყველაფერი ამ მანქანაში იდეალურად გასუთაებული. დღევანდელი მარტივი მიმოხილვა სულ ეს იყო. გამოიწერეთ ჩვენი არხი. თუ ვინმეს გაინტერესებთ კონკრეტულად რამე სხვა მანქანის განხილვა და ტესტ-დრაივი, შეგიძლიათ შეგვახიანოთ. საბა წინა ვლოგში ხო გახსოვს რომელი მანქანა გადავიღეთ? Volkswagen Shiro. ფუტი. კაროჩ თავიდან რა. ხო თუ ამოვეტიე კი? Давай. О, сагო, ხა დაიწყანე.